მე ვკითხულობ საქართველოს იმედის მე-14 ეტაპს და ამ კვირაში წაკითხულებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ეს ამბავი. გადმოცემის თანახმად, ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსის ასული პლაკიდია რომიდან კონსტანტინოპოლში ბრუნდებოდა. მან გადაწყვიტა ათონის თაზე მისვლა და როცა ათონის თაზე მივიდა, მან მოისურვა ვატოპეტის მონასტრის მონახულება. და როცა ის მივიდა, კედლის ნიშში ჩაბრძანებული ღვთისმშობლის ხატიდან მოესმა ხმა, რომელიც ამბობდა, რომ წასულიყო ათონის თიდან, რადგან არ სდუნებულიყვნენ ბერები. ამის შემდეგ ქალი აღარ მისვლა ათონის თაზე და აღარ შეიძლება მისვლა. მის ტრადიციის დასაბამი, რაც საიდანაც დაიწყო. სხვათა შორის ერთი ესეთი შემთხვევა იყო. ბულგარეთის თუ რომელიღაცა დედოფალი მარო იყო ესეთი. და მიდიოდა ათონის თაზე და უნდოდა რომ ხატი შეეწირა ერთ-ერთი მონასტრისთვის, თუ არ ვცდები ათანასე დიდის ლავრაში მიაბრძანებდა, არ მახსოვს რომელ მონასტრში და ხო იცოდა რომ არ შეიძლებოდა რომ მანდილოსანი გადასულიყო ხმელეთზე იქ ათონის თაზე, გემით კი ათვალიერებენ ხოლმე მანდილოსნები, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რომ თვითონ მიებრძანებინა ეს ხატი და როდესაც დადგა ფეხი ნახევარკუნძულზე ქალკიდიკი, სადაც არის ათონის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა რომ ვინახარო შენოდა. მეო დედოფალი მარო ვარო. უთხრავს და ღვთისმშობელს უთხრავს დედოფალი აქ მე ვარო. რომ მიხვდა რომ დაბრუნებულიყო უკან და არ ღირდა იმის გაკეთება, რაც არავის არ გაუკეთებია. საინტერესოა.